მოგესალმებით ჩემო გევრიელო ტკბილო ხალხო ჩემო რა ვიცი ჩემო ოქროებო იმიტომ კი არა მაინც ერთ ჭკუაზე ვარ რაღაც ჩვენ უფრო ყველაზე მეტად აი ამ ხელა მინდორზე აი ამ ხელა პოლიტიკურზე არაპოლიტიკურ იქ გველებიც დასრიალებენ ბულბულების გალობენ ყველაფერი არის მაგრამ აი ამ დიდ ველზე რასაც საქართველო ქვია ყველაფერს ფიცა ვარ ჩვენ ყველაზე ნათელი ხალხი ვართ რა თვალსაზრისით იცი ტყუილს არ ვამბობთ რა ჩვენ პატრიოტები ვარ და ჩვენ მართლა გვიყვართ ჩვენი ქვეყანა რა იმიტომ რომ სადღა ბიჭო ეს ქვეყანას ვიძახი და რითი სულდგმულობ ხოლმე იცი გავიხსენებ ხან რაღაცას ისტორიულს წავიკითხო რომ აი რა მაგრები ვიყავით აი როგორი მაგრები და ვისი ბრალია სიმაგრე არა სიმაგრე დავით აღმაშენებელს რო კითხულობ ეს ქვაბავაზაკები უთქვე ქვაბავაზაკებო რამდენი ხართ ქვაბავაზაკები ის ადამიანები ვინც ელემენტარულად ყველანაირად სარგებლობს რომ ოღონდ რა ვიცი პატარა ჩეიჯიბოს ვიცხა იმისი არ იყოს რაც ხა და ჩვენივრად იგრძნოს თავი რა თელი საქართველოს თუ არ მირეკავდეს დედასფიცა ამით ჩემ რეკლამას კი არ ვაკეთებ იმდენად რაღაცა უცბად ისეთი რაღაცა გაჟღერდა და ყველა ერთი და იგივე თემაზე მეუნება რომ კორკოდის ფილმი თუ გადაიღე თესლები აუცილებლად ისეთი კანდიდატები ყავს კასტინგში მაინც მიაღებინოთ მონაწილეობა იმიტომ რომ ჩვენ აი შეუცვლელი კანდიდატი ისე იგი რამდენი მთავარ როლის შემსრულებელი ყავს ფილმ მრავალსერიანი უნდა გადავიღოთ ამ მრავალსერიან ფილმ თესლებში რამდენი ადამიანი შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დაკავდეს დღევანდელ დღეს შემოკარგებო და რა ვიცი სიკეთე მინდა გისურვო და მინდა რომ მაინც და მაინც მთავარ როლებში არ მოხვდეს ჩვენიანი ვინმე რა რაღაცა პატარა აგიტაცია გაუწიოთ ქართულ და სადღა ჩემი საქართველო სადღა ჩემი გოგლა რო ამბობდა ეროსი მანჯგალაძის გენიალურად აქვს რა გაკეთებულეს და ამ თემაზე ვინც ლაპარაკობს უსმეს მობეზდება ვიღაცა დაამტქნარებს ვიღაცა წამოწვება ვიღაცას კუჭი შეაწუხებს ის და წავა რა საქართველო ღადაობთ ერთი ეროსის საქართველო გამახსენეთ რა ყური მომიგდეთ ხმაწვილებო და დაიხსომეთ შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი რა მოიყვანს ვაი მამულო გასამედებულო მეწოდება ჩემი სამშობლო საქართველო ნაკარალი ნაკორალი გაგლეჭილი გამოგლეჭილი დაჭრილი არწივი ვეფხვი უსულოდ დანაცხებული იმარხება საქართველო იმარხება ქრისტეს კუნძული ღმერთო შენი მაფსიმედი ფეხზე დააკენე ჩემი მამული მოგვეც განახლების საუთაგონიერება ღმერთო შენ დამხე ჩვენი მტერი ქართველ ტყლაპია აღსდექ საქართველო ქაღალდზე მეოცნებეთად რო წავიდა საქმეა საჭირო საქმე ნოგაშინიათ ხალხო ისევ დაგვებადება აღმაშენებელი რუსთაველი თამარი ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული აღსდექ საქართველო ყველამ ერთხმაც შევ გაპარუმან ვირები papila princa Atsimatagadamatares Teli Caucasionis Sionis Teli Caucasionis აი არ ვიცი რა გითხრათ ეხა დღეს ზუსტად მინდა რომ ერთ-ერთში გადმოვიტანო ის რაც სიბძნე აქვს დადებული საქართველოში
აი მართლა ამ პოეზიის, პროზის, აი გლებს და დღეს აგერ ტუალეტის ისინი რაღაც საშინელი და რა როგორ იმას ეწევიან ბიჭო ხან ნონა გაფრინდაშვილს აგინეს, ხან იმას აგინეს თქვენ ბიჭო რამე შექმენით ან თუ ქმნით რაღაცა იმ სიმბოლიკებს რაც აგვაქვს და ის რაც ჩვენი წესიერება და რითიც მოვდივართ იმას ბილწავთ ხან აგინებთ ხან რაღაც პრეზერვატივებზე დაახატეთ რაღაცა ერთი აი გულში ჩავიხედოთ რა ჩემო ძმებო რა და ერთმანეთს ვამხრებთ არა მიმტევებელი ხალხი ვართ ქრისტიანი უნდა ვიყოთ მიმტევებელი მაგრამ ეგეთი ახვრები რო არიან რომ ეგეთ რამეს კადრულობენ თავები უნდა დააცალო რა ტყუილა არ დავიწყე მე ქვაბავაზაკებით რა ქუსლები რო დაათალა და ისეთი ბევრი ეკლესიის წევრიდან რო თმებით რო ითრია ვინ იყო დავით აღმაშენებელი რომლის დროსაც ყველაზე მაგრად იდგა საქართველო აი მაგაშია მთელი საქმე რა ეს იმის ბიძაშვილია ეს იმის ბიცოლაა ეს იმის ის არის და არავის არაფერი არ ეკუთვნის რა ეხლა ისი არის დალაგებული ერთელი რამსები რომ იქიდან ვიღაცა ნაციონალებიდან აქ ამის ნათესავია ის იმის წარდგენილი არის ის იმის სიძია ეს აქ არის და ჩაგდებული აქვს ტრანკესები აქეთ იქი და ხოშიანად არიან ყველანი რა ჩვენ რას გვაგიჟებთ ხო იცი სუაის მახსენდება ხოლმე და ყველაფერს ფიცავარ ჩემი აი აპოგია ყველაფერს არის ეს რა ბახტრიონის აჯანყება რა ბახტრიონის აჯანყება ყელში რო ამოუყვანე ქართულ კაცს ამ გადამთიელებმა და გველის წიწილებმა რა ყელში რო ამოუყვანეს და ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს რაც მათი სულიერება გააუპატიურეს რა ფაქტიურად რა მღვდელი აი მაშინ კი რაღაცა აი ბურძგლა აი რაღაცა კანი და ყველაფერი და ჟრუანტელმა დაუარა და როგორ დაუარეს იცი აკვანში აღარ დაუტოვეს არავის არაფერი რა აი ესე უნდა გავაკეთოთ მაინც და მაინც თუ როგორ არის თქვენი საქმე რა მაგ თემა აი ბოლოსთვის ამაკ მომზადებული ამ ხვარაზმელების და იმების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ვიზების რა ვიზებს უხსნით ბიჭო თქვენ ხო გეუბნებით უსერიოზულეს ომს გამოვაცხადებთ ძმაო ის ხალხი ვინც არც ერთ პარტიულობას კი აღარ უგდებთ ყურადღებას ნახე რა დღეს საღამოს თბილისში ვერ გაივლი ძმაო ვერ გაივლი სხვა რამეზე აღარა მაგდა პატარა თუ მომრავლდებიან ესენი ეგრევე ენას გამოყვებენ და სისინს დაიწყებენ დაკმენენ ყველას როდის დავიწყეთ ეს თემა რა არ მისცეთ როგორ გევედრებოდით ჩუმად ხო მაინც გააძვრინეთ თქვენი პერიოდია ოცნება თქვენი პერიოდი ფილარმონიაში როგა მთელი ელიტარული სასტავი რო იჯექით იქ და აქედან არ ხნათ ეს გეხოცებოთ იმ მომენტში რაღაცა ისეთი მუხტი მიიღო მაგ მუხზმაო რაც არ უნდა დადებილდეს ქართველი ეგ მოხდეს ჯიგარში აქ რა აი როგორ მოიქოქება იცი ეს ხო ორ წამში და პირობას გაძლევთ ერთ-ერთი ვინმე თუ მაგ თემას და ხო არ გონია იქ ფული დაიწყება ლაპარაკი აი ფული არა ფუ უძმაო ლომის ხახიდან და უკანალიდან გამოვაძრობთ მაგ ფულს რომ აი შევიკრიბოთ და ვთქვათ რომ ეს ცოტა გაამკაცრეთ კანონი თორე შეიძლება თავების წაცლები დაიწყება აი დამიჯერეთ უკვე განაგდლნენ იქ სვეტი ცხოველზე აღარაა ლაპარაკი და ჯვარზე და იმაზე და ამაზე რა გინდათ მაინც და მაინც გინდათ რომ აგვადუღოთ ეს რისი ბრალია იცი ვერ დგას რა ხელისუფლება კარგად რა მიდის ერთმანეთთან პოლიქრონიონ კარგით რა ხალხო რა რაღაცა სვინდისიერება ხო არსებობს რა ქნას ამაზე იმაზე აღარ ვლაპარაკობ რომ პენსია კაც არა აქვს 10 კაცი კარგად ცხოვრობთ ეს ისე ხდება ეს არ მინდა არც დამითვლია თქვენი ფული არც და მაგრამ სხვებს რომ ცოტა დააჯანჯღარებთ მთელი საქართველო რეკავს კიდე ერთხელ ვამბობ რომ
მეუნებიან რომ კორკოთ ეს ფილმები გადავიღოთ. გურულებმა დამირეკეს ხა, იქ კახეთიდან მირეკავენ. ჩემი თან როგორი ისეთები კი არა, და რო ეწელებათ სიტყვა არა. აი ზუსტად რა წერტილში რო არ ტყავენ, თავისი ცხოვრებით ისეთი ბიჭები არიან რა. ბიჭები, ქალები, უფროსები, დედაშვილობა და ჩამოდი დედიკო და აბამმა ძმობას ჩამოდი და კი ჩავალ, როგორ თუ არ ჩავიდე, კიდე მე ვიყო ტუტუცი ადამიანი, ყველასთან ჩავალ, ყველას ჩაგეხუტებით. დროა რა ქართველებმა გაიღვიდო და ამათ ცირკს დაადგას საშველი რა. აი ეხა დათა გამახსენდა თუთაშხია და რატომღაც ძალიან ჩემთვის კი არა ყველასთვის ისეთი შინაგანი რაღაცაა და ხო იყო ჭაბუასაც დაუწყეს მაგაზე რომ ეს ჭაბუას დაწერილია თუ არ არის თუ დაიწყო რაღაცა აი კარგით რა ბიჭო რა აი ჭაბუაზე გინდა მაგარი რამე მოგიყვეთ ახლა აი ძალიან მაგარ რამეს მოგიყვებით რა ჭაბუა ავათ რო არის იქ ვაკეში დაბლა ცხოვრობდნენ და ვეღარ ლაპარაკობს უკვე ეს ოპერაციაც გაკეთებული აქვს და ირაკლი არის ომში რა ჩუკიაც ომში იყო მაგრამ ირაკლი იმ პერიოდში იქ არის და იცით ეს ისტორია როგორ მოუვიდა იქ ვის გადარჩენის გულისთვის როგორ მოკლეს როგორ და ჭაბუას უმალავენ რა ამ ამბავს რა და ეს ლაშა ავიდა მაშინ ჩუკი ავიდა მამამისთან მებრძოლთან ერთად და ლაპარაკი მიდის რაღაცა და დაურეკეო რა ერთი შევარდნაძეს მკითხო რა ცოცხალიაო არ არისო ცოცხალი სულ მოარული ხმები უმალავენ რომ გარდაიცვალა რა და რო ელაპარაკება შევარდნაძეს რა კითხო დაუსვა ნახე რა ზურგში ხო არა აქო ტყვიაო მოხვედრილიო აი ამ კითხვით რო გავიგე მე ხო ეს ისტორია ჩემთვის ახლობელი ოჯახია ეგა და რო გავიგე ეს ისტორია რომ მამამ უკვე მიმხვდარი იმას რომ შვილი მოუკლეს რა კითხვა დასვა რა და მე კითხვას თქვენ ასვავთ აქეთკენ რომ ეს ამის დაწერილია თუ არა თუ რაღაც აი მაგდა გვარ რაღაც სირინოზობებს რო ლაპარაკობთ რა კითხა ედიკა შევარდნაძეს ზურგში ხო არა აქო ტყვიაო მოხვედრილი არა იმან უთხრა თავში აქო მოხვედრილიო და რაღაცა შვება იგრძნო რა რომ ყვებოდნენ იქ ვინც იყვნენ მეომრები და ლაშა მაიყვანა რა ეს მეომრები რა ამ კაცის დაწერილიდან პატარა ფრაგმენტები მინდა წაგიკითხოთ იმიტომ რომ პარალელი გავავლო იმ ჩანაწერსა იმ გენიალურ რომანს და დღევანდელობას შორის რა ძალიან ზარი იყო ეთერში და მაპატიეთ ხანდახან ისე ვიქოქები ხოლმე რომ აღარ მინდა გავჩერდე და რაღაცა და მომიტევეთ სულ გზელად იმიტომ რომ ესე ვარ რაღაც აღტკინებული ვარ რა და ძალიან ბევრი დადებითი თუ უარყოფითი პერსონაჟებია დათა თუთაშხიაში ხა ჩემზე 100-ჯერ კარგა და მილიარდჯერ გაქვთ რაღაც ის სამაგიდო წიგნია მე მგონი ქართველისთვის ჩვენ ისტორიაში და ჩვენ იმაში რა როგორც ნოდარ დუმბაძის რამოდენიმე ჯიგარი აი ბაირაღებზე აი გიждდებოდი რა ხომ ბელი რამე დაწენ მაგრამ ჩვენ პერიოდში რაღაც აი ესეთი ახალგაზრდები და სულ კითხულობდით რაღაცებს და არქიპო სეთურის გენიალური გამოთქმები მინდა 1-2 წავიკითხო რა და ორ აბრაკთან რო ლაპარაკობს აი იქ არის ეგეთი რამე რომ კაცი შიშსა და მოგზალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორეთო რა მე მარტო ფრაზებს წავიკითხავ და დანარჩენი თქვენ თვითონ მოხარშეთ რატო რისთვის ვკითხულობ ამას იმისთვის რომ რაღაცა ვერა ვართ ისერი დეგრადირებულად იმის შემყური არიქა ვინ ჩაგიჯიბავს ამას ამის შემყურე სადა ბიჭო ჯიგარი სადა ღირსება სადა გაქვს რა გჭირთ რა სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყოველგვარი გარყვნილება და უზნეობაო ამის თაობაზე არქიფო სეთური ლაპარაკობს და სულ მინდოდა მე
ვფიქრობდი რომ ეს ზებურუა გულთმისანი ყრუ და მუნჯი კაცი ეს ვინ აყავთ რომ რაღაცა იმეც რო უქმნის რა აი ეგეც აქვს სხვათა შორის რა აი როგორ ახო ისა კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და იმედი უნდა მისცე იმ ხალხსო ვინც იმისთვის ზრუნავს რასაც კაცობრიობა ქვია და მოქალაქეები ქვია დღეს ელექტორატს რო ეძახიან კაცი არ უნდა გააძღო და რა ვიცი დამძღრები კი ხართ რა კარგად იცით ვინც რა ვახ თქვენი რა აი ზუსტად ერთი კვირით რო ჩამბარდეს ეს ყველაფერი ეგრევე გამოვიყვანდი ამათ აი ამ ხორებს შვაინებს და ნაციონალიზაციას გამოვაცხადებდი რა ოღონდ ისეთ ნაციონალიზაციას გამოვაცხადებდი რომელიც ცამდე მართალი იქნებოდა ვისაც თავისი შრომით ოფლით აქვს მოპოვებული იმას გავწევდი გვერდზე გაეგზელებინა წესიდარი ვინც შემტენი ბიზნესმენია და შემტენს ვამბობ სრული აი ვაზელინის გარეშე რო ეტენებიან ხელისუფლებას ოღონდ და რაღაცებს რო აკეთებენ იმათაც მოვთხოვდი მაგრამ ხალხის ფული რო შეჭმული აქვს იმათ დავიწყებდი ნაციონალებიდან რა ნაციონალებში ვინც გინდათ ხო დაიჭირეთ ვინც გინდათ ხო არ დაიჭირეთ და გარეთ არიან და დაფრინავენ და იმაშვებიან ერთი ამ კომისიას მინდა ვკითხო გია კრიალაშვილის ამბავი ერთი არ შეგიძლიათ რომ ამ უატრიალოდა თქვათ რომ ვინ მოკლა როგორ მოკლეს გმირი კაცი მებრძოლი კაცი ვეტერანი კაცი როგორ მოკლეს რომ ჩაცხრილეს რა და არავინ რომ ძალიან ცოტა ადამიანი რომ მოვიდა გასვენებაში იქ ვიყავი მე ნახევარ თბილისზე მეტი ჩახუტებულიყო არიქა გიას რო იძახდა ეს მტკივა მე მტკივა და ვის გამო მტკივა თქვენ ვერ აყენებთ იმ სიტყვა ეს პალაჟენი არის ზუსტად მაგისთვის რა მდგომარეობას ვერ აყენებთ ან რაღაცა პალაჟენიას ვერ აყენებთ რა ძმაო რა თქვენ 12 წელიწადია თუ რამდენი წელიწადია ხართ ამდენი ხანია ქონდა და ჩვენ რო გევედრებოდით ნაციონალები არ არიან კოჰაბიტაცია და უპირისპირეთ ეს რო ვეუბნებოდა დიდებული მენეჯერები არიან თქვენ არ იყავით თქვენ კაი დედმამის შვილებო თქვენა გურულები დღეს ისე მომესალმნენ რომ არ გამოვა ისე არაფერი რომ არ უთხრა ჩემი სათქმელი რა ერთი სისონაი დარჩია მინდა იმიტომ რომ ეს გვიდევს ამ სისხლში რა ამ გურულების სისხლი ვისაც გვაქვს რომ და სისონაი დარჩიაი არ გაგვაკეთებინოთ დამიჯერეთ იყავით ჭკვიანად იცხოვრეთ და ქართველებს მეტი ყურა ეს ვაფშე დახიეთ ეს რა რო ახალი ისინი რო ავღანელები და ვიღაცა სომალელები და ვიღაცები რო გინდა ჩემო ბიჭო ხო არ გაჟუილებთ მართლა თქვენ ეს ქართველები იქითკენ მირბიან რომ ფული შონ და ეს აქ 200 ლარად რო გინდა ჩამოიყვანო და მოაждეთ კისერზე ესენი გამრავლდებიან და რო ამოგატრიალებენ და რო ჩაგიტარებენ ერთ რამეს მე კარგად დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი ერთი სისონაი დარჩიაი მინდა რომ გამხნევდეს ცოტა საზოგადოება სისონაი დარჩიაი ნახევია ბიჯობაში მივიდა და ძმაირდირა შეშინდა იმ დონჯარში სახეში თოფიე ჯირაცრემლი მოასმიდა თვალში შემდგარი და მეცოცხალი რაფერვეია როხალში და ერთი ვინმე ვაჟბატო მიმარჯვეა ყალატობაზე 32 სტრაჟნიკი მან დავახველრა მოგაზე ვის გუბლე და ქერგა დავხდი დიდ ზოგიდან სუსის ხალზე
უკაცრავად გევარმარა პრისტავს გადავახტითავზედა მე რომ ვეფერი დამაკლენ ჩემს მეზობლებს დახტენ გზაში უმოწყალოდი ესიენ გონდახები ურწეს თავში გევიქეცი დავაყარე ვინც პირველად შემხვდა ხელში შვიდი უსულოდ დავაგდეს სხვები შიშით შეძრელ დღეში ერთი ორი გავისროლებთან დეშკელიანის ზღვაზე მოვალა დედა პრისტავი ვაკალი რიხის ქვაზე სხვები ძვები ვიდგარბოდნენ ზოგი წინ და ზოგი განზე აბარაფნარას ვერჯიან რომ მებზიან მათქრის თმაზე თოფი ხარში მიზამაკ რომ გავჟლიდო ხალხის მდერი დღეში საღლო მარტო დარდისაგან ხშირად ვერი ხალხი მიყვარს მათ გულისთვის ღამეს ვათებ თოვში წყალში არ მოგდები ვინც ღამაით დამაფასებს მომავალში არა, ნუ აი ეს გენიოსის სიმღერა. თოფი არ გრავს ვინმე მხარში და ეგეც კარგი არის რა. ეს სიხარულიძის დასასრული იყო. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. ღია ეთერი მობრძანდით. ხواრის ალო ბატონო არის მის ლაგოდიას ხმა ტელევიზორის ხმა ტელევიზორის ხმა არის მის ტელევიზორის ხმა დაარეგულირეთ თუ შეიძლება ჩვენმა ბიჭებმა კი ბატონო რამე ხوار გნებავდათ რომ გეთქვათ გასამხნევებლად ჩვენი ქვეყნისთვის გაითიშე კაი ლაპარაკს დასაწყისი რო ახონე ამიტომ პოლიქრონიონ ხა და უმახსენდება არქიფოსეთურის გენიალური სიტყვა რა ხალხი ბედნიერებისთვის რა არის საჭირო? იმედია ბატონო საჭირო. ეს ზებუ გულთმისანი რო უზით ყრუდამუჯი აი ეს ვერ ვნახე ეს ზებუ ვინაყავთ მაგრამ მე მგონი ზებუს რაღაცები ყველას ცოტა აღებული აქვს და ელოდებია რაღაცას და ეს ხალხი შრომობს იღწვის პენსია მოუმატეს 3 ლარ ნახევარი 25 ლარი აქვს თავის სიცოცხლე რო გაწირა იმ ბიჭებს ვეტერანებს აქეთ რაღაც კარგია ხო რაჟას კამარხანჯალი 15,000-ის აღება როგორია მერთი მითხარით პატივცემულო პარლამენტარებო რა აქ რო ხანდახან ხურდათ აგროებს და კაცი რო დაინახავს რომ ხურდას აგროებს აფთიაქში და გვერდზე არ დაუდგება ჯიბეში თუ ფული უჭყავს რაღაცა მაინც იმის დედა ავატირე მე რა ესე ჩვენ უფრო უგებთ ერთმანეთს ვინც ცოტა ხელმოკლეთა ვარ თორე თქვენ არ აქვს ცხენიათ ბიჭო აი რა ვთქვა თქვენ ხართ საქართველოსზე მზრუნველი უკვე ფაქტში იბადებ ეგეთ 1500 თქვენ იღებ და 325 ლარს აძლევთ იმას თუ 100 ლარს აძლევთ ვეტერანს კარგი რა მართლა რა ნამუსი აღარა გაქვთ ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით გაუმარჯო შემოგევლე 98 წლის კაცი გენიკავ რუსთავიდან გაგიმარჯოს ღმერთმა ჯანი მოგცეს ჯანი წარმოშობით Devşi şu çağda uç İtalya. Korkumadan semeye harcazdıkla yapar. გენაცვალე, გაიხარე ძმაო.
ვახ, როგორ გაიცი, ნახე 88 წლის კაცი. ყურსო დაგიგდებს, გაუხარდება და დაგირეკავს, არაფერი არ მინდა. როგორც იქ წმინდა გიორგი დამიდგეს გვერდზე და ვინც გინდათ მოდითო რა, ზუსტად ესე არის რა. ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით. აკაც თქვენი ხმა არის ბატონო ტელევიზორში. ჩემი ხმა არის მის? ვაფშე არის მის, ნახევარსაათია ლაპარაკობ წყვილა რა. აი არ გადამრიო ძმაო რა. ეგრეა ძმაო და რა. გათიშულია. საიდა რეკავ ბატონო ჩემო მითხარი? საიდა და რესივერით კი რეკავ, რესივერი, ტელევიზორი მაქვს რესივერზე. და არ მესმის შენი ხმა. ვაფშე. მარტო იქნებ დირიჟორი. რავი, დირიჟორი კი ვარ ძმაო, მაგრამ უხმო დირიჟორი. აი ეხლა როგორ გესმის ზამიკო ეხლა? ხო ხედავ მახშობენ არა, მე რა გავაკეთო? არის ზარა. აჰა, კაი მაშინ უკაცრავად აქ ყველაფერი ნორმალურად აგვაქვს და ეთყობა თქვენ გახშობენ სპეციალურად რა, როგორც გოლოს ამერიკის ახშობდნენ თავის დროზე, ესე ვარ მე. აბა სხვებმა თუ არ შეწუხდებით ვინმე დამირეკე და გესმით თუ არა, ეგეც მაინც მითხარით რა. ეგ პირველად გავიგე, როგორ შეიძლება ამ ადამიანს არის მის ამ ანის შეიძლება რაღაცა ისეთი რევოლუციური ადგილი არის და სპეციალურად დაბლოკეს. არ ვიცი, მე ეგეთი რამე არ გამიგია რა. სხვებს ესმის სტუდიიდან ნორმალურად გადის. რა ვიცი, რა მოგახსენოთ აბა? წინა გადაცემაზე ჩემო ძვირფასებო მოხდა ეგეთი რამე, რომ მე დავპირდი ადამიანებს, რომ მელქისედე გეზიშვილის და ილია ზაქაიძის სიმღერებს მოგიმზადებთ ხო. ეს ვერ ვიპოვნე გეზიშვილის სიმღერა რა რომელია და ამიტომ სისონაი დარჩია, მაგიტომ ჩავსვი ახლა გადაცემაში. შემდგომში გავაგრძელებ ამის ძიებას, მაგრამ ერთ-ერთმა ბატონმა დარეკა და ილია ზაქაიძის უკაცრავად ილია ზაქაიძის თამარი არისო ეგეთი სიმღერა და თუ შეიძლებაო და იცით რა არის, მე მაინც ავარჩიე რომ ილია ზაქაიძეს მოგასმენინებთ, მაგრამ მოგასმენინებთ სხვა სიმღერას, რომელიც მგონია რომ უფრო მაგარი არის რა. ერთი ბიჭებო ჩამიგდეთ რა და ვინმე მერე დამირეკეთ ხმა თუ არ გესმით, გამაგებინეთ რა. Daiguianes Jeransad shanan harlanu Magaram salamos Tumo keres mori Anadamaduri Zalit gamosters Aket gelmiz guz Khamauts nauri Vinkavabunidze Davin metzore ikbarshi qela chemidolemi tremes
ტერებში ვეფხვივი დანავარდომენ არ უვალო და მეკითხავარში აქ ვიმალები ტერებში ვეფხვივით დანავარდომენ და მეკითხავარში აქ ვიმალები მერე როგორ დოროს მაშინ როდესაც სხვა უდიდესი წინ გვიდევს სვალი მაგრამ ეს ამოხდა ჩემს უნებურად გულთ ამხილავო მიარ მაგზბრალი კიდევ არ შანა ეგებ წავიდნენ გაიარესა და ვერ მოვკართვალი ომერდა ჩემო ჯენუმისონა თარუნანო დაბნეული მაქვს მეგზა და გოლი ომერტო ჩემო ჯენუმისონა დაბნეული მაქვს მეგზა და გოლი არ ვიცი თუ რა ბულბულები ყავდა და დღესაც არ არიან ცუდი ბიჭები და ოქროს ბიჭები ყავს სხვათა შორის ვინც აგრძელებს სიმღერას მაგრამ ჩვენ თუ წინაპრებს და ჩვენს იმ ადამიანებს ვინც ჩვენი მამა პაპის ხელები არიან და უფროსები კიდე პატივი არ ვეცით ძმაო და არ უთხარით ჩვენი თაყვანისცემა მათ არაფერი არ გამოვა ჩვენგან რა ნოლი იქნება ჩვენი ფასი ზუსტად ეხა მიშაზე არ ვლაპარაკობ ხოლმე რა პატიმარი კაცია და მაინც ვერიდები მაგრამ ეს გნიდობები რაც გააკეთა რა აბა რას მამა შვილი დაუპირისპირა 40 წლის მუხა კაკალი არ მინდა ეს 40 წლის კაკალები უნდა მოგხვდეთ თქვენ სულ ყველას თქვენ კიდე ბიჭო აქეთ რო ბლატაობთ რა მაგრამ ბლატაობის უფლება მოგცეს ამათმა დაბა რა იქნება რა ჩვენ გაოგნებული უყურებთ გძენ ემცი საწავიდეთ აღარ ვიცით რა
რატო აკეთებთ? ეხა დაიწყეთ, ხო? კანონის ჩამოყალიბება და ეხა ჩამოყალიბდა, ხო, კომისია რა, თეას კომისია და ისინი რა. კარგი რა, ვისაგიჟებთ მართლა რა. ჩვენ დებილები, ბიჭო რა არის, უკვე შეურაცხყოფას გვაყენებთ რა თქვენი საქციელებით რა. დიდი მადლობა რომ სადღაცას გამოჩნდა ეს ამბავი, მაგრამ ეგ 12 წლის წინ რო დაგეწყოთ, ყველაფერი იქნებოდა ხალი ჩასავით გაბიბინებული, დალაგებული ეზოში. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდი. ალიო, მოგესალმები. გაუმარჯოს, ჩემო კარგო. გენაცვალე, თვალყურს გადევნე, კორკო, შენ გენაცვალე, მაგარი კაცი ხარ. გაიხარე. ამინდა, ჩემო კარგო კაცო, გითხრა ესე აი ძალიან დაბალი პენსია რო გვაქვს საქართველოში, იქნება ამ ლიბერტი ბანკს პატარა გაუტრაგოთ, რომ ეს საპენსიო სისტემები გაგვინებოს და თუ შეიძლება შემოგევლენ, იმიტომ რომ ეს თვითონ ახლა პირველი ჯგუფი შეზრუდული პირი ვარ და სისტემა შემჭამა რა. ხო შემოგევლე, კი ძამაო. ხო და იქნება აი ამ თემასაც მივაქციოთ ყურადღება, თორე სისხლი გაგვიშრო ამ ლიბერტი ბანკმა რა შემოგევლე რა. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, ძამიკო ორ სიტყვას გეტყვი, რომ მოვიდა ბიძინა პირველი მაგას დაპირდა ხალხს, რომ იაფიანი კრედიტი. ბიჭო გვიჭირს თო, ეხა ნახე როგორი სიტუაცია, ეს მე ჩამოსულებს და ზოგს ვეძახი ჩამობრძანებულებს და ზოგს კიდე ვეძახი ჩამოთრეულებს რა. ჩამოთრეულებს იმ ხალხს ვეძახი, ძმაო, ვიც საქართველოს არც ტრადიციას ცემს პატივს, არც არაფერი. ჯვარზე ვიღაცები ავიდნენ ისეთი რაღაცები ჩაატარ. ქუჩაში თბილისში რო გახვალ იმ დღეს Facebook-ში ბიჭმა დადო ახალგაზრდა კაცმა ისა რომ ვიღაცა დაუწყო გაქაჩო გამოგა. ამა კიდე კაი ეყო რა ბიჭობა და უთხრა. ბიჭო გადაგხევ ჩუაშიო. და ხელისუფალო დროზე მოდი აზე დამიჯერეთ რა ის ბახტრიონი და რის ბახტრიონი თქვენ ამათი თავების სხიპვა ნახე მერე რა გაგვალებო ძმაო თავი რა უკვე გაიჯეჯილეს რა ამ ქართველმა ქალებმაც კიდე აღარ მინდა ღმერთო მიუწვდომელი რო იყო მაგათვის ყველაფერი სადღაც $50 შეათრევენ ვიღაც ამ გაჭირებულ გაუბედურებულ ქალებს და გაბახებულებ და ესე გონი ეგ ეგრია ძმაო ქალს რო გააბახებ მერე შენს ფიქრობ რომ კაცი ვერ უვლის მაგას და ეგრია ეგრე თუ არ იყოს მითხარი დამირეკეთ ერთი და მითხარით რომ ეგ ეგრე არ არისო რა მისახედია ბიჭო ქვეყანა მისახედია და რითი უნდა დავიწყოთ ამათ ჯახებში ის არის მართალი ევროპა რუსეთია მაგრამ მოდი აი კონკრეტულად მე დავიწყებ რა მე პირადად ვინც შეგიძლიათ მერე გამოვაცხადებ ადგილს და ვთქვათ აი ეს გვიჭირს ყველაზე მაგრად რა ეს გაიწვიოს ეს კანონი ეს თავისუფალი ჩამოსვლა არ არეგალებს ერთი ჭიტალაყი ამოარწყას და გაყარო ნაკედან ვინც წესიერად გაზდილია ან მე მაგის გაზრდას ადვეძებო კეთილი ინებოს და საქართველოში რო ჩამოდის მოე საქართველოში მე მასწავლია ნეგენი ეხლა მე იმაზე იარმურკაზე გავიზარდე კალხოზნიზე ძმაო ირგულივე რო გადავდიოდი მეიდანზე 5 სალოცავი იყო 5 კონფესიის სალოცავი იყო ჩემი ძმაკაცები იყვნენ მაშინ რა ეროვნება იყო ბიჭო წესიერებაზე იყო ლაპარაკი სომხები იყვნენ ჩემი ძმაკაცები აზერები იყვნენ ჩემი ძმაკაცები ებრაელები ხო იყვნენ ჩემი ძმაკაცები რა ვიცი ვინ აღარ იყო რა ძმაო რა ვინ არ იყო ჩემი ძმაკაცები და ჩვენ წესიერები იმათმა ხაჩიკა ტალგაუკოს დუდუგზე რო დაუკრავდა დილის საარს იმას ასწავლიდი შენ თბილისელობას ან ჩაშკას ასწავლიდი თბილისელობას ქართველ ებრაელ კაცს ყველა კმაყოფილი და ის რო ყავდა ან აზერებს ან ვინმეს ასწავლიდი თბილისელობას ვერავისაც ვერ ასწავლი იცი რატო იცოდა ძმაო და პატივისცემა ქონდა ეს არ შემოვიდნენ ეს ნაგლობა იმდენი მაგ 100 კაც არ ეყოფა თქვენი დედა ავატირე რა როგორ უნდა ნაგლობა განახებთ ხელისუფალო ან მოუარი ამ ხალხს ან არა და აი პირდებით მე პირადად ძმაო სათავეში ჩაუდგები თუ მიმიღო რასაკვირველია სათავეში ხალხმა იმ ხალხს რომელიც აი ყოველ დღე დაუბერტყავთ ამათ ჩუაში რა კაკალებივით აგერ ნახე ძმაო და მერე რაც გინდათ ის მოგვიყენეთ თქვენი არც როკის გვეშინია და არც არაფრის პირდაპირ გეუნებით რა ზარი მაქვს ეთერში
ბატონო დიახ ალო დიახ გამარჯობა ბატონო გია გამარჯობა ჩემო ხალბატონო ბატონო გია ჯერ მინდა ის გითხრათ აი დარეკა ერთმა კაცმა თქვენთან ხმარის მისო ზუსტად მასე იყო ჩემთანაც 5 წუთი ველოდებოდი და საერთოდ არისმოდა მე ხვარცია კიდე ობიექტივი იქ გადავცე და იქ უკვე მესმის და გიკავშირდებით იქიდან ისე რომ რაღაცნაირი გათიშვა მოხდა ჩახშობა მოხდა თქვენი ხმის ხალბატონო აღარ ვის უნდა ეხა სიმართლეს ლაპარაკი რომ ვეუბნები აქედან ხელისუფალს მოუწოდებ რომ ცუდათაა ჩვენი საქმე ეფე გიორგი და ისინი დადიოდნენ ჩვეულებრივ ტრაქტირებში და დუქნებში რომ გაეგოთ ხალხი რას ლაპარაკობდა და აგერ 1000-ჯერ გითხარით რომ ცუდათაა განაგლდა ეს ჩამოსული ხალხი არ მიდის პასპორტიზაცია არალეგალები გაამსერეთ აქედან გაიყვანეთ ძმაო ცუდი ამბავი მოხდება კიდე ერთხელ გეუბნებით დიახ ბატონო გია დიახ გისმე ჩემო ხალბატონო თქვენ გაიხარეთ ამ ქვეყანაზე დიდ ხანს იცოცხლეთ იმიტომ რომ ყველანაირად სიმართლეს ლაპარაკობთ მე მინდა რომ თქვენნაირები ბევრი ყავდეს საქართველოში ზუსტად თითქოს აი ჩემს საქმეს ამბობთ ისე განვიცდით დღევანდელ ვითარებას დღევანდელ სიტუაციას და ყოველთვის მიკვირს ის ამბავი რომ ნუ თუ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებაზე ვინმეს ენა მოუბრუნდეს დადებითის მხრივ ყველანაირად რომ არის ძალიან დამაფიქრებელი ძალიან გულსაწყენი და სავანალო მდგომარეობა აი დავიწყოთ თუნდაც იმ პენსიის საკითხით ხალხს ამასხარავებენ ბატონო გია 350 ლარი პენსია და ამ დროს 15000 ლარები თითოეულ აღებაზე თვითონ იმ პარლამენტარებს სად არის სამართალი რა ხდება ამ ფასების მხრივ ბალი 25 ლარი კილო ბატონო გია 25 ლარი ბალი რო ეღირება საქართველოში 1 კილო მოუსმენელი ვითარებაა და ვითომ ჩაქარაფერი მე ის მიკულს უბრალოდ როგორ იწვევს ხალხი ვისაც აი გონება ცოტათი მაინც აქვს როგორ იწვევს ამ ყველაფერს ჩვენ გაიხარეთ ჯანმრთელობას გისურვებთ მადლობ ჩემო ხალბატონო ასევე თქვენს გისურვებთ კარგად ყოფნას დედასფიცა ვარ მართლაც ყიბზია ყველაფერი ამათ ისე გონიათ რომ რახან ნაციონალებს დაგვანახებენ ბუა მოდისო არც ერთის გვეშინია და არც მეორის ძმაო გვაცხოვრეთ ნორმალურად აგირჩიეთ მოგიყვანეთ კოჰაბიტაციები დაიწყეთ იქ ისქენით ეს ასქენ ჩვენთვის რა გააკეთეთ ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის რა აი მართლა გეუნე 25 ლარი მართლა ბალი რა უბედურება ის გლეხი გაყიდის იმიტომ რომ მეტი შემოსავალი არა აქვს რა არა ნუ აი რაღაცა ხო არსებობს არა რაღაცა სვინდისიერება თუ არ არსებობს სვინდისიერება დამიჯერეთ თქვენი დაცვის თქვენი აზროვნების და თქვენი რაღაცების გარდა არსებობს ღვთისწყალობა რა და ეს ღვთისწყალობა ღირსება გაიღვიძებს ადამიანებში და მე ბიძია ვერ წავამთლათ თქვენი საქმე კარგად ამით ვერც ნაცები ისარგებლებენ ვერც ქოცები და ვერც ვერავინ ბოლო ხალხი გააკეთებს იმის გასაკეთებელს ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით გია გამარჯობა გაგიმარჯო შემოგევლე წევან არაბებზე საუბრობდი რა გენაცვალე კაროჩე არ ვიცი აი ვერ ვიტან არ ვიცი აი მეც აესე ვარ რო ვინმე დავინახო რა გეფიცები კაცობას აი ქუჩაშიც რო დავინახო ვინმე რო აი ჩვენ ან ხალს ან კაცს ან ვიღაცა არაბი ურჯულო შეურაცხყოფას აყენებდეს იქვე თუ არ დაუბრიდო იმის დედავატირე რა მაქამდე მივედი ჩემოგევლოს ჩემი თავი ესენი გათავხედებული არიან ეს პლეხანოვი ხო შეისყიდეთ ყველაფერი თო ესენი არიან არ ვიცი აი ნაგლები რა აი თავხედები არ ვიცი გეუბნები მაგის უფლება მისცეს შემოგევლოს ჩამოვიდნენ ქვეყანაში დიდი მაყუთი ნახე როგორი სიტუაცია ბიჭო ამ საქართველოში უჭირს ხალხს
ერთი რომ მოინდომოს ემირატებმა არა მე პატარა მაყურს გადაიხდნენ და გვიყიდიან ყველაფრიანად ბიჭო მაგაზე იყო რომ ომი და დავიდარობა ქონდა ეს უკვე გია გაყიდულები ვართ თო გაყიდულები ვართ ხო ხედავ აი რა დღეში ხო და აი ყველაფერს ფიცავარ ადურდება ეს აყროლებულები ესენ როგორ გვიყურებენ ჩვენ ზევიდან ქართველებს ჩვენა ვართ რჩეული ერი ვართ თქვენ ხო და შემოგევლო ჩემი თავი უყურე ჩვენ ვფიქრობთ რომ რჩეული ვართ ეგენი ჩამოეთრიენ ძმაო მაყუც იხდიან ჩვენ ქალებს აბახებენ ძმაო მიწები იყიდეს დაიყენეს მოჯამაგირეებად ქართველები და ჩვენ როგორა ვართ კაი ბიჭები და გოგოები გამაგებინე და ამ ყველაფერში ხელს უწყობს ხელისუფალი რა მაგაშია მთელი უბედურება რა კანონი დადე ხელს უწყობ იმას კი არ ფიქრობ რომ რაღაცას იმა კანონი დადე ძმაო და გაამტკიცე კანონი რა უფლება არ მისცე რომ მარტომ შეისყიდოს ვიღაცა გადამთიელმა შენი მიწა ჩაუსვი ქართველი კაცი რა ოღონდ ნახე რა ისტორიის მატარებელი კაცია თუ ისიც ესეთი პროსტიტუტკა როგორც ხვები ძმაო უთხარი წადი შენი აქე რაღაცა ჯიგრობა გააკეთეთ არ შეიძლება საქართველოს კი არა აი ფარჩაკების ის არის რა მიწაწყალია ეს ვაშკაცი ბიჭები ვინც არიან ყველა ბიჭო თორეს როგზე გაგი ვის ეშინია ან თქვენი სროკის ან რაღაცის თო ყველას როგზე წავალ საქართველოს ეშველოს თუ გინდა რამე რა გეყოფათ გასკდა თქვენი მუცლები მართლა რა მაგრამ ამ ნოტაზეც აღარ მინდა დავამთავრო იმიტომ რომ ის არ არის მარტო რა საქართველოს რომ აი ესე დღეში ვარ და ესე დღეში იყო საქართველოს ბახტრიონის აჯანყების წინ ჩემო კარგებო რა ეგე დღეში იყო საქართველოს ზუსტად რა მაგრამ ვერ მოკლავთ რა იმ ღირსებას ქართულს ვერ მოკლავთ აი ვერ მოკლავთ რა და გინდა განახოთ როგორ ვერ მოკლავთ აი ხლავე განახებთ როგორ ვერ მოკლავთ რა ერთი ჩემი აბაულა ჯიმალიების აბაულა ჩამირთეთ ერთი და თქვენ გენაცვალ ბიჭო თავი არ ჩაქინდროთ ყურები არ ჩამოყარ ყველაფერს ფიცავარ მე გავაკეთებ ძმაო იმას რასაც საქართველოს ღირსება ქვია რა შეიძლება მე იმდენად ღირსეული არა ვარ ჩემზე 100-ჯერ უფრო ღირსეული ბიჭები და გოგოები არიან ყველა დავდგეთ ერთად დამიჯერეთ რა დროს პარტიებია ხო არ გაგირეკიათ ბიჭო რა დროს შო აღარ არის საქართველოს საღამოთი გასულ ხარ თავში ერთხელ გავედი ორჯერ და მესამეჯერ აღარ მინდა გავიდე ვინმეს არ გაუხიო დინგი რა უეჭველი და დამიჯერეთ რაღაცა ლოკალიზება გავაკეთოთ და ქართულ ეს კანონი გავატანინოთ უკან ამათ რა ერთი აბაულა დაცხე და წავიდა რა მადლობ თქვენ ჩემთან ერთად ყოფნისთვის გეხუტუნეთ სულ ყველას რა